გამარჯობა, ეთერშია ღამის ამბები და ჩვენ მისი წამყვანები გია ხუხაშვილი და მე დიანა ტრაპაიძე. ბატონ გია, ახლა უკვე საჯაროდ მაყურებლის წინაშე მოგესალმებით. ბატონები აღარ ვინმე. ხო, კარგი, მიჭირს ცოტა, მაგრამ გადმოვერთვები. ჩვენ საუბრობთ პირველ რიგში საუბრობთ წერილზე. ეს არის მუქარის წერილი თუ პარატინა ქაღალდი, შეთხზა წერილი ხაზარაძემ თუ შუამავლის მეშვეობით მიიღო ამ ქვეყანაში ყველაფერი იქცა რწმენის და პოლიტიკური გემოვნების თემად და ამ შემთხვევაშიც ამის მიხედვით იმყოფა პოზიციები, იმიტომ რომ სხვა გზა ჩვენ უფრო მეტი გავიგოთ ამ თემაზე, რჩება თუ არა, მით უმეტეს, როცა პროკურატურა ცალკე საქმეს არ გზრავს, არსებული TBC-ის საქმის ფარგლებში დაიკითხა გუშინ ხაზარაძე და დღეს გასაჯაროვდა ეს ვორდის დოკუმენტი, ასე ვიტყვით. ხო, ჯერ არჯერა, სწორია, მეგონი, ჯერ არჯერას პროცესი ვითარდება ქვეყანაში, არ არის ეს პირველი შემთხვევა, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვევა. რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვევა, მაგრამ ეს გარკვევა სწორი მიმართულებით უნდა მიდიოდეს ეს გარკვევის პროცესი, ხო? პირველ რიგში დიანა, მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას არ ესმის მთავარი, რომ ის ვერ სარგებლობს, სანამ ის ხელისუფლებაშია, ვერ სარგებლობს ეგრეთ წოდებული უდანაშაულობის პრეზუმპციით. აი ხელისუფალი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი მოქალაქისგან, რომ მტკიცების ტვირთი ყოველთვის მასზეა. როდესაც ხელისუფალს ვინმე ბრალს დებს, ხო, ხელისუფალი ვალდებულია რომ ესე რომ ვთქვა თავის სიმართლე ამტკიცოს. ის კი არა რომ მოდი ახლა იმან დაამტკიცოს რომ მე რაღაცა დავაშავე, ხო? ანუ აი ამ უდანაშაულობის პრეზუმპციის სარგებლობის უფლებას იყენებს ხელისუფლება, რაც აბსურდია დემოკრატიული სამყაროში, ესე არ ხდება. აი მე გეტყვი, ხო, ეხლა საუბრობდით და მეც ვიყავი ამ ხელისუფლების სათავეებთან, დღევანდელი ხელისუფლების და მე მქონდა ერთ-ერთი ესეთი საქმე, მე პირადად, როდესაც რაღაც აბსურდული ბრალდებები წამოაყენა, ერთ-ერთმა ხა არ მინდა გვარები და სახელებით ლაპარაკი ჩემ წინააღმდეგ, მე მას უჩივლე, მაგრამ მისთვის კი არ მომითხოვია მტკიცებულებების მოტანა, მე დავამტკიცე, რომ მე ამ საქმესთან დაკავშირებით მართალი ვარ, ხო? ანუ ეს ხელისუფლებამ უნდა დაამტკიცოს, პროკურატურამ უნდა თქვას ასეთი წერილი გახარიასგან გაიგზავნათ თუ არა მამუკა ხაზარაძეს. არ არის აუცილებელი ან უნდა დაამტკიცოს, ან თუ არა და ვალდებულია რომ დაარწმუნოს საზოგადოება, თუ ეხლა მტკიცებულებების შეგროვება ვერ ხერხდება ესეთი შემთხვევაში. ჩვენ ხო დღეს მოვისმინეთ რომ ეს საქმე არ გაგრძელდება, იმიტომ რომ არ შუამავალი დაასახელა ხაზარაძემო და ამ ფურცელზე არანაირი ასე ვთქვათ ნიშანი იდენტიფიკაციის ვისგან არის არ არისო, ასეთი რამ თქვა პროკურატურამ და ფაქტობრივად ცალკე საქმე არც ყოფილა მეთერში შესვლამდე, მაინც გადავამოწმე, ცალკე საქმე არ ყოფილა, ის დაიკითხა ხაზარაძე დაიკითხა აი ამ დიდი TBC-ის საქმის ფარგლებში და მხოლოდ ხაზარაძე დაიკითხა. შუამავალი არ იქნა დასახელებული, წერილს არ აქვს იდენტიფიკაციის ნიშნები, სხვათა შორის აქ მაქვს კითხვა მიუხედავად იმისა, რომ მამუკა ხაზარაძესგანაც ალბათ უფრო მეტის თქმას ელოდება და ხო იცით მხარდაჭერა მის მიმართ არის რაღაც თანაგზნობის და მხარდაჭერის ფაქტორი მუშაობს, მაგრამ უპირობო არაფერი არ არის, მეტის თქმა თქვა შეიძლებოდა ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მამუკა ხაზარაძე თამაშობს ახლა ჭადრაკს და სწორედ იქცევა, ხო? ანუ თქვენ წარმოიდგინეთ მამუკა ხაზარაძეს ყველა თავისი კოზირი რომ ეხავე დაელაგებინა მაგიდასთან, ხო? ეს არ იქნებოდა სწორი, იმიტომ რაღაცით გადმოფარავდნენ რაღაც. ხო და გააქვთ ეს აზრი რომ განცდა რომ მას აქვს ეს კოზირები. მე მაქვს ეს განცდა რომ მას აქვს ეს კოზირები და არ შეიძლება რომ არ ქონდეს, მეცაც გეტყვით, ხო? უბრალოდ ყველაფერს აქვს თავისი დრო. ის ესე რომ ვთქვათ უბიძგებს ხელისუფლებას რომ დაუშვას მორიგი შეცდომები, ხელისუფლება ფრთხილობს საკმაოდ, იმიტომ რომ აი ნახეთ რა ხდება, კარგი თავი გავანებოთ ამ უდანაშაულობის პრეზუმპციის გამოყენების ესე რომ ვთქვათ, უუფლებობაზე ხელისუფლების მხრიდან, სტანდარტს, ხო? თქვენ ადამიანებო, ფორმალურად მაინც გეკითხათ იმისთვის, რა ქვია, გახარიასთვის. იქნება ადასტურებს, კაცო, იმ წერილის არსებობა. წერილს არ წერო გახარია ამბობს, მე მხოლოდ საქმეს პირში. გახარია რას ამბობს კამერასთან ერთია, მაგრამ ამის ფორმალიზება ხო უნდა მოხდეს. პროკურატურა კითხვა ფორმალურად მაინც არ უნდა დაუსვას მას. წერილის დაწერას ქონდა თუ არ ქონდა, აბა საიდან ამოდის? წერილი სხვათა შორის, როცა ასეთი ტიპის მუქარის წერილზეა საუბარი თუ ის არსებობს,
ძალიან გასაგებია რომ ის იყოს მართლაც იდენტიფიკაციის ნიშნების გარეშე. აი რას მაინტერესებს კითხვები ვისაც აქვს ამ თემაზე, როგორ წარმოგვედგინა ეს წერილი რაღაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტიტულოვან ფურცელზე ბეჭდით და გიორგი გახარიას ფაქსიმილით, ეს არის წარმოუდგენელი. ალბათ ყველაზე ხო ბრძანების ნომრით, ეს თქო გატარებული იქ კანცელარიაში, ეს არის ალბათ წარმოუდგენელი. თუმცა ხომ არ იქნება ძალიან ძნელი იმის დამტკიცება, რომ ასეთი წერილი ბუნებაში არსებობს. რა შეიძლება ლონდონმა თქვას? აი დნმ-ო ხელს შეიძლება გახარიამ სიტყვაზე თუ ასეთი წერილი გამოაგზავნა, მე ეს თუობით ვლაპარაკობ, სულ არ მოკიდა მას ხელი და არ შეეხო ამ წერილს. წერილის გარდა არსებობს კონვერტი, ხო? მოდით ესე ვთქვათ, ხო მე კონვერტი უფრო მაინტერესებს, სიმართლე გითხრათ, ვიდრე თვითონ წერილი. კონვერტში თუ არა წერილი? არა, აუცილებლად კონვერტში იდებოდა, ხო? სხვანაირად არ გამოიგზავნებოდა და აი ის კონვერტი სად არის, ხო? კონვერტი აქვს. ანუ ფიქრობ რომ ეს ჯოკერის თამაშია, სხვა უფრო რთული თამაში მე არ ვიცი ბანკოში, ამიტომ ჯოკერზე გავჩერდები, სადაც ორი ჯოკერი შეიძლება კონდეს ჯიბეში ხაზარაძეს და ეხა ერთი ჯოკერს ხო ბოლოსთვის ინახავთ ხოლმე, ხო? ჯოკერის თამაში თამაში. ჯოკერი ვიცი მხოლოდ ეს სწორადაც იქცევა, ესეც უნდა მოიქცეს. მე პროკურატურასთან კითხვები გროვდება ამ დროს. თქვენ გადადები ფორმალურად მაინც კითხეთ და ოქმში ჩაწერეთ რომ გახარიას ვკითხეთ წერილობითი არ ნებისმიერი სხვა ტიპის ურთიერთობა ამ პერიოდში ქონდა თუ არა ხაზარაძესთან და ის ამას არ ადასტურებს. მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცით რომ პროკურატურა ფრთხილობს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს რო დოკუმენტალურად გააფორმონ, მე რამე გამოხდეს, მე საწავიდნენ. აი ამაშია საქმე, ხო? ანუ შუამავალს არასახელებს ვიცით ხაზარაძეს სხვათა შორის. მე ძალიან მარტივია, ხო? ჩვენ არ ვიცით დიანა, მაგრამ ხაზარაძემაც ხო იცის და მეორე მხარემაც ხო იცის, ვინც არის ეს შუამავალი. ეს შუამავალი ეხა ორივე მხრიდან ხო დაკვირვების ქვეშ არის, მოდით ესე ვთქვათ, ხო? დაკვირვების ქვეშ რა, რომ ერთი მხარე ეცდება რომ ესე რომ ის შეაშინოს, მოდით ესე ვთქვათ, ხო? და სხვა რამე ალაპარაკოს, მაგრამ მეორე მხარეც ხო უყურებს ამ სიტუაციას. ასე რომ ეს არ არის ესე მარტივი სიტუაცია, ვიღაცას როგორ შეიძლება წარმოედგინოს. კი, მარტივი გამოსათვლელია, რაღაც დიდი შერლოკ ჰოლმსობა არ იყო ამისთვის საჭირო. არ იყო საჭირო და როდის გაიგზავნა ეს წერილი? 28 ოქტომბერს იმართება პირველი ტური, 28 ნოემბერს იმართება მეორე ტური. 30 ოქტომბერს იმედი ამბობს, რომ ის ცვლის სარედაქციო პოლიტიკას და იმუშავებს იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი და 2 ნოემბერს მამუკა ხაზარაძე წერს ღია წერილს, რომ რევანშიზმის დრო აღარ არის. ანუ იმედის სარედაქციო პოლიტიკის გაცხადებიდან ამ წერილამდე, სადღაც 31 ოქტომბერს ან 1 ნოემბერს არის ეს მუქარის წერილი, ეგრეთ წოდებული, მიღებული ეს კონვერტი, ვორდის ფაილი, არ ვიცი, მიღებული მამუკა ხაზარაძის მიერ. და დღეს სხვათა შორის ანაკლიის PR მენეჯერმა დაწერა, რომ ხაზარაძის წერილი სწორედ რევანშიზმის დრო არ არის, მუქარის შემდეგ დაიწერა და მუქარის საფუძველზე. ამ წერილი სხვათა შორის ტოვებს კითხვის ნიშნებს, მაგალითად რამდენიმეს, რომ რატომ სთხოვდნენ ხაზარაძეს TV პირველის სარედაქციო გადაწყობას, მაშინ როცა TV პირველს ყავს სხვა დამფუძნებელი, ეს ვახტანგ წერეთელია, მისი მამა, ვახტანგ წერეთლის მამა და ხაზარაძე გასაგებია რომ ერთ კონკრეტულ საქმეში ფიგურირებენ, აი ამ TBC-ის кейს რაც ეხება, მაგრამ ხაზარაძეს არ აქვს გავლენა, კი არა და ვატო წერეთელს არ აქვს და ხაზარაძეს როგორ ექნება სარედაქციო პოლიტიკაზე. აი მაშინ რა შუაში აქ TV პირველი და არტარეა ვთქვათ. არის აი ეს უცნაურობა ეხა მე მაგრამ კითხვები ჩდება და მინდა რომ ავხსნათ ყველა ხელისუფლებას და ამ ხელისუფლებასაც მათ შორის ახასიათებს არის გამწვევებები ემართება საერთოდ მედია კონტროლი სამწუხაროდ კონტროლის სურვილი მედიის სარედაქციო პოლიტიკის ესე რომ ვთქვათ გაკონტროლების სურვილი ყველა ხელისუფლებას ახასიათებს, მაგრამ საარჩევნოდ ეს განსაკუთრებით ეს სურვილი განსაკუთრებით უმწვავდებათ ხოლმე. აი ისტერიკამდე მისული სურვილი რჩება, ხო? მით უმეტეს ისეთ მძიმე პირველ-მეორე ტურს შორის. რა თქმა უნდა, და ეხლა მეცაც გეტყვით, იგივე ეს არ არის პირველი შემთხვევა TV პირველთან დაკავშირებით. მე ეხლა თქვენ ალბათ არიცით, მე დეტალებში არ შევალ, მაგრამ საპარლამენტო არჩევნების პერიოდში მე ვფლობ ამ ინფორმაციას პერიოდში მაშინაც იყო მცდელობა გარკვეული შეტევის TV პირველზე, ხო? დეტალების გარეშე
ამას ვიტყვი, მაგრამ საერთოდ დამახასიათებელია ხელისუფლებების ესეთი რაღაცა და გასაკვირი, ეს მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის ლოგიკური. მე არც იმას ვფიქრობ, რომ ეს გახარიას სურვილი იყო, ან მისი ინტერესი იყო, ხო? მე ვფიქრობ, რომ მან ესეთი ინსტრუქცია შეიძლება არ ვიცი, ეხლა ეს კიდე წინ გველოდება ამის დადასტურება, არ დადასტურება, ესეთი ინსტრუქცია მიიღო, რომ ვიღაცამ ჩათვალა, რომ მისგან ჯობდა ესეთი ტიპის გზავნილი გაკეთებულიყო, თორე ეხლა მე არ ამგონია გახარია საკმაოდ საგათმოაზროვნე ადამიანია, რომ თვითონ გაჩენოდა რაღაც მედიაზე აი ესეთი ტიპის შეტევის სურვილი, ხო? ისე რომ ეს დირექტივა ძალიან სიმპათიურად გამოიყურებოდა ამ თავობაში, როგორც ლიდერის ტიპი, რომელსაც რაღაც ტიპის კრიზისების მოგვარების შნო ჰქონდა და ეს ბასიანის კეისთან დაკავშირებით გამოაჩინა. თეორიულად დაუშვებთ, რომ მან ესეთი წერილი დაწერა, ეს არ იქნებოდა მისი სურვილით. მეცაც გეტყვით, მას და მაინც დიდი ის არ ექნებოდა, მაგრამ ეხლა დირექტივა მიღებულია, რომელიც ექვემდებარება შესრულებას. ერთი საინტერესო რაღაცა მინდა აქვე თქვა, დიანა, არ ვიცი. ხო, ტევე პირველი ამას კი, აბა თქვით. ესეთი რომ რატო გამოაქვეყნა დღეს ეს წერილი პროკურატურამ? მე ვფიქრობ, რომ დაიწყო უკვე დიდი შიდა ინტრიგა და ვიღაცამ იმიტომ რომ ეს წერილი პირდაპირ არ ტყავს ეხლა გახარიას. გახარიას წინააღმდეგ არის მიმართული, ხო? ხო, მაგრამ აუღნებელ ყვეს თითქოს ამ გამოქვეყნებით ნაღმის სახელად წერილი, რომის ხაზარაძეს გამოექვეყნებინა. არა, ბოდიში. არა, ხაზარაძეს რო გამოექვეყნებინა, რა შეიცვლებოდა ამით? ხაზარაძე არ გამოაქვეყნებდა, ან არა, მაგრამ მათ რატომ გამოაქვეყნეს თვითონ პრევენციისთვის მე არ ამგონია. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცამ შეგნებულად შიგა ინტრიგის თვალსაზრისით მოახდინა გასროლა გახარიას მიმართულებით. აი ჩვენ ღარიბაშვილზე ვილაპარაკებთ მერე, ხო? და მე გეტყვით ჩემ ვერსიას თუ რა არის ერთ-ერთი ღარიბაშვილის აი საჭადრო გუთაფაზე შემოყვანის ერთ-ერთი მოტივი რა გახდა და ეს მე მგონი გახარიასაც უკავშირდება, ხო? ვინმეს შესუსტება. მოდი სანამ ამ თემაზე გადავალთ, ეს ვორდის ფაილი, როგორც კომუნიკაციის ფორმა გაჩნდა კიდევ ერთი кейსში, რომელიც ომეგას ეხებოდა. ეს კომენტარი გავიდა ხალხის პოლიტიკაში ვახოსანაიეს გადაცემაში საზა უქუაშვილის და ერთად მოვისმინოთ და გავაგრძელოთ შემდეგ საუბარი. შუამავლები ახლა შეიცვალეს სტილი. ბატონებო და ხალბატონებო, სტილი შეცვლილია. ზიან და წერენ, მაგრამ წერენ, ხმას არ იღებენ, დამუჯდენ. მაგრამ თუ ორი ადამიანი 3-4 ზის ერთად და წერს წერილობით, ისინი არ არიან არც ხრუები და არც ბრმები. არა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ლაპარაკობენ. ანუ თქვენთან დაწერილი ტექსტით მოვიდნენ ბატონო ზაზა. დაწერილი ტექსტით დადიან, დაწერილი ლეპტოპებით და დაწერილი წერილებს წერენ. სხვათა შორის სხვადასხვა სტილი ჰქონდათ ოქუაშვილს და სხვა სტილი არჩია ხაზარაძემ. ის პარლამენტში მივიდა საჯაროდ ეთერებში, აი რაღაც განსხვავებული სტრატეგია აქვს ამ ორ. მე ვფიქრობ, რომ ხაზარაძე გარკვეულწილად ჯერჯერობით რაღაც უყურებ, გარკვეულ კლასს აჩვენებს ხელისუფლებას, ხო? როგორ უნდა იქცეოდე ესეთ ვითარებებში. აი მედიაზე ვლაპარაკობთ და მე მინდა გავიხსენო, ეხლა ხელისუფლება შეიძლება ჩვენ გავათავისუფლეთ მედია და არაფერი არ ხდება და ამ შემდეგ რო ამბობენ. ეს წერილი კიდევ ვის აზიანებს, იცით ვისი დისკრედიტაცია ყველაზე მეტად? იმედის დისკრედიტაცია ეს წერილი. იმიტომ რომ ფაქტობრივად ეხლა იქ მე იმედის სარედაქციო პოლიტიკას არ შევეხები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს იქ, ვინც ჩემთვის ძვირფასია და არ მინდა გული ვატკინო. რა თქმა უნდა. არ მინდა მათ გული ვატკინო, მაგრამ ამ წერილში რა წერია? ანუ ფაქტობრივად პირდაპირ დისკრედიტაცია იმედის, ხო? და შესაბამისად იმედის დაინტერესებული უნდა იყოს ამ ყველაფრის გამოკვლევით რა ხდება, ხო? და რატომ ეხებიან მათ, ანუ ფაქტობრივად რატომ მოიხსენიებს ვიღაცა მათ სარედაქციო პოლიტიკას როგორც პროპაგანდას, ფაქტობრივად, ხო? აქ ხო ირიბად ეს არის ნათქვამი რა.
ასე რომ ეს თული თემაა და პრინციპში იმედი ამ კრიზისული არჩევნების წინ შეიძლებოდა ასეთი გაცხადებული არ ყოფილიყო, მაგრამ თუ ორი და სხვა პერიოდებში როგორია? თუ ორი ბანაკი ერთმანეთის პირისპირ ის ვერ იქნება სააკაშვილის მოკავშირე, ანუ დამთავრდა ბანაკები ამ ქვეყანაში, ხო? უნდა გავაერთიანოთო ქვეყანაო და ისო ბანაკებად, ანუ ტელebანაკებად, ხო? ამას გამართლება მაშინდელ განცხადებას მე არ ვფიქრობ, რომ იქ ჟურნალისტებს ის მოეწონათ, მაშინ რა განცხადებაც გააკეთა ტელეიმედის მენეჯმენტმა, ხო, ფაქტობრივად კომისარმა შეიძლება ითქვას, თუმცა შორს არ წავა. მე უბრალოდ გავიხსენებ ახლა იმედის საინტერესოა საერთოდ ხელისუფლებების მედიისადმი დამოკიდებულების კუთხით, ხო? იმიტომ რომ ეს მანკიერება მედიის მიმართ ინტერესი ამ ხელისუფლებას ხო არ მოუგონია, კაცო, წინაც იგივეს აკეთებდა და ძალიან მძიმე ფორმებით აკეთებდა, ხო? ამათ უბრალოდ გადმოიბარეს, რაღაცა გადმოიღეს, რაღაცას სწორედ აკეთებენ, რაღაცას არა. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, დიანა, მე იცით ჩემი და ბადრის დამოკიდებულება, მე ბადრისთან მქონდა ეს მორალური ვალი, მორალური სიმძიმე, რომ ვერანაირად ვერაფერი ვერ მოვახერხე და ხელისუფლებაში რომ მოვედით, პირველი რაც ჩემი გასაკეთებელი იყო მორალური ვალდებულების გამო იყო რომ იმედი დააბრუნებინა ბადრის ოჯახისთვის, ხო? მცდელობა მქონოდა. და სხვათა შორის ამ პროცესში ჩემდა გასაკვირად, ხო? ძალიან კარგად მოიქცა, უბრალოდ ძალიან ეს ღირსეულად სასილო ამას რომ ამბობ, ხო? იგივე ის მეორე მხარე. არ გაუპრობლემებიათ არაფერი. ალბათ მათაც ჰქონდათ мотиваცია რომ ორი ტელევიზია იყო მთავარი, რომელიც ხელში ჰქონდათ და ერთ-ერთი დათმობა გადაწყვიტეს, რომ ხელისუფლება იყო შეცვლილი, ასე არ გაგრძელდებოდა. ხო, ძალიან მარტივად, ძალიან მოკლე დროში ეს პროცესი დასრულდა და აი იგივე გიგი უგულავაზე ვიტყვი, ხო? ძალიან ღირსეულად რატო ვამბობ ამას, იცით, გიგი უგულავაზე, რომ გიგი უგულავა არის ადამიანი, რომელმაც რაც დააშავა, ციხეში იჯდა, კაცო. და ამ ხელისუფლებამ დამნაშავეების მთელი ჯოგი გადმოიბარა, შეიძლება ითქვას, გადმოიბარა ისე, რომ არათუ ციხეში არ მჯდარან. არც მოუნანიებიათ და უწყვეტად ხელისუფლებაში არიან და ეხა ეკრანებზე ზიან და იქიდან მორალს გვიკითხავენ. აი ეს არის უბედურება. მაგრამ რა მოყვა ამის შემდეგ, ხო, დაბრუნდა ეს იმედი, უპრობლემოდ, ჯოზეფ კეიმ თავისი ადვოკატი გამოაგზავნა მაშინ და ადვოკატის მეშვეობით თავის წილიც გადმოაფორმა და ანუ აღდგა სამართლიანობა და ეს მორალური ვალი მოვიხადეთ, დაინიშნა მაშინ მენეჯმენტი და მე სანამ ვიყავი ხელისუფლებაში, ვიყავ იმის გარანტი, რომ იმედი სარედაქციო პოლიტიკა იყო ხელშეუხებელი, იქ ვერავინ ვერ შევიდოდა. ეს იყო მორალური ვალი ჩემი. ბადრის ხსოვნის წინაშე. არა მისი ოჯახის წინაშე, ხო? არამედ ზუსტადაც რომ ბადრის ხსოვნის, მე მინდოდა რომ იმედი ყოფილიყო ისეთი, როგორიც გაეხარდებოდა ბადრის. და ამით მე დეტალებში ეხაც არ შევალ და ჭორაობას არ დავიწყებ, ჩემი ეს ნაბიჯი ხელისუფლებაში ძალიან ბევრის წინააღმდეგობის და გაუგებრობის საფუძველი გახდა. იმიტომ ძალიან გაუკვირდა, როგორ შეიძლება ეხა შენ უანგაროთ ვიღაცას რაღაცას უბრუნებ ისე რომ იმას მე არ აკონტროლებ, ეს ბევრის გაუგებარი იყო. და როგორც კი მე წამოვედი, ეს ტენდენციები სამწუხაროდ აი ესე განვითარდა, აი ესე მოხდა. თქვენ უკეთ იცით ეს ისტორია და ვისაუბროთ ეს ამას ნებისმიერი იმედი ჟურნალისტი დაგიდასტურებთ რომ ეს ესე იყო და სვანერად მაინც ბოლომდე არ ვთქვით რა შუაშია ხაზარაძესთან TV პირველი შეიძლება თუ არა ყოფილიყო იმ საერთო кейსიდან გამომდინარე რომელიც TV პირველის ფლობელ ოჯახსა და ხაზარაძეს აერთიანებდა იმ ტრანზაქციასთან მიმართებაში ანუ ამ გავლენი ნუ ეხა აი ბევრი რამე შეიძლება უბრალოდ უხარისხო მუშაობა. იმიტომ რომ მე ვფიქრობ ის მაინც ხო ეცოდინებოდა თვისია TV პირველი. მე მაქვს სერიოზული ეჭვი რომ დღეს გაიგეს ვინ არის TV პირველის ფლობელი. იმიტომ რომ ხო ვერ წარმოუდგენიათ აი თვითონ ესეთი მანკიერი მახინჯი აზროვნების შედეგია რომ ვერ წარმოუდგენიათ რომ ვიზეც არის გაფორმებული ტელევიზია იმისია ხო? სულ ეძებენ რომ ტელევიზიის უკან ვინ დგას. მე მახსოვს რომ ერთი პერიოდი ამბობდნენ რომ უგულავა დგას ამ ტელევიზიის უკან. რომელი უგულავა? აი ეს თემურ უგულავა დგას ამ ტელევიზიის უკან. ერთი პერიოდი ეს იძახეს და ამაზე ჰქონდათ მთელი ესე რომ ვთქვათ თვალები და ყურები ხო? ეხა ხაზარაძე ანუ
ვერ წარმოუდგენიათ, რომ ახალგაზრდა კაცი ვატო ეს წერეთელი შეიძლება იყოს ტელევიზიის მფლობელი და ამიტომ მის უკან სულ ვიღაცას ეძებენ. ხვალ ვის დაასახელებენ, არ ვიცი. ეხლა იაპონიის ელს მაგალითად. გასაგებია, ეს ჩანაწერი თუ ნამდვილობის ვერსიას მიუყვებით, აი ამ რწმენის და პოლიტიკური გემოვნების საკითხში ნიშნავს ეჭვებს, რომ მათ შეიძლება ეგონათ, რომ ხაზარაძე იყო დამფინანსებელი დამფინანსებელი ტელევიზიის, იმიტომ რომ ეხლა იცოდნენ რა ეს ურთიერთობები, ეგონათ რომ ეხა ხო ვინ არის მსხვილი, ანუ მსხვილი ინვესტიცია ჭირდება ტელევიზიას და ეს იციან თავის მაგალითზე რამხელა ფული ეხარჯება თვითონ, გონიათ რომ აქაც იმდენი იხარჯება, ხო იცით იმას მადას დიდი თვალები აქვს და ნუ ვინ არის ამდენი ფულის გადამხდელი ხაზარაძე. შესაბამისად პატრონი არის ხაზარაძე. აი ესეთი პარანოიდალური ლოგიკა ეწყობა. ამ TBC-ის საქმის მოტივი თუ ამოხსენით თქვენ თავად თუ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რა არის ამ кейსის საფუძველი რა არის? მოტივი ბევრია. მოტივი ეს აქ არის ეჭვიანობა კვირიკაშვილსა და ხაზარაძეს შორის ეგრეთ წოდებულ კავშირებზე მინიშნება, სხვათა შორის ხარიბაშვილიც საუბრობდა, რომ ჩემ დროს არ იყო ის პრივილეგირებული ეს რაღაც მინიშნება იყო, რომ ის კვირიკაშვილის დროს რაღაც პრივილეგირებულ ბიზნესმენად გადაიქცა. ბევრმა მიზეზმა იქ ანაკლიაზეც საუბრობენ აი ეჭვიანობა უკვე ვთქვით, ანაკლია აი ტელევიზია. არა, ბანკიც არ გამორიცხოთ, ანუ აქ რა არის ისეთ, როდესაც აი ესეთი საქმე დგება, იქ ემთხვევა ძალიან ბევრი ხდება ხოლმე ესე რომ ბევრი ინტერესთა თანხwebdra ხდება და ჩვენ ეხლა მაინც და მაინც ნუ გავიშვერთ ერთი კაცისგან ხელს ხო აქ შეიძლება სხვა ინტერეს ჯგუფებიც მოქმედებდნენ ამ საქმის ირგვლივ ყველას თავისი ინტერესი აქვს მათ შორის ერთმანეთთან შეიძლება შეუთავსებელიც მაგრამ ყველას აქვს საერთო ინტერესი და ყველა ერთად მოქმედებს აი მეცაც გეტყვით ხო მე არ მგონია რომ თვითონ აი ამაში ეს პირდაპირ მონაწილეობდა იგივე ფოთისპორტის მენეჯმენტი ფოთისპორტის მეპატრონი მაგრამ როგორც კი საქმე დაიძრა, იმან თავის ციხლი ჩააზილა იქიდან თუ გახსოვთ. კონკურენტს ხედავს ანაკლიაში. ხო, ანუ იქიდან და ეხლა აი ამ თემასთან დაკავშირებით დიანა კიდე ერთ რამეს ვიტყვი, ხო? თქვენ აი თალაკვაძე გამოვიდა დღეს და ძალიან ისეთი ესე რომ ვთქვათ ისეთი სოლიდური სახით გველაპარაკა, რამდენად მნიშვნელოვანია ხელისუფლების ანაკლიის სპორტის მშენებლობა ღრმაწყლოვანი და სტრატეგიული და ავიცი ყველა რაც იცოდა ყველა სიტყვა თქვა ხო ფაქტობრივად რა მე იმის თქმა მინდა რომ თქვენ კაი ადამიანებო თუ ხვდებით რომ ანაკლიის სპორტი ესეთი მნიშვნელოვანია თუ ამდენს ხვდებით ხო რამდენიმე თვე იყო დარჩენილი ფინანსური პაკეტის შეკრომამდე 11 წელი ითმენდა ეს საქმე ხო 11 წელი ითმენდა და რამ 3-4 თვე კიდე მოგეცადათ კაცო რომ პაკეტი შეკრულიყო და თუ მაინც და მაინც რაღაცის გამოძიება გინდოდათ, მერე გამოგეძიებინათ. იმიტომ რომ ვინ არის ახლა ხელისუფლებაში ისეთი მიამიტი, რომ ვერ მიხვდეს, რომ როდესაც შენ საქმის ესე რომ ვთქვათ, ხელმძღვანელზე ესეთი მძიმე ბრალდებით საქმეს ესე რომ ვთქვათ, აღძრავ, ის საქმე რომ დაინგრევა, მით უმეტეს წინასწარი კონტრაქტის ეტაპზეა ყველაფერი მიამიტები იყვნენ, ესე რომ ვერ ხვდებოდნენ, რომ პროკურატურის ეს საქმე ანაკლიის თემას დაანგრევდა. ვერ ხვდებოდა ვინმე ამას ხელის მაშინ სუბრიყვები ყოფილან ამას ხვდებოდა. ყველაზე საინტერესო, წერილზე მეტად საინტერესო მთელ ამ მონათხრობში საკომიტეტო მოსმენაში ჩემთვის პირადად იყო ფრაგმენტი, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ ეროვნული ბანკისგან მიიღო მოწერილი, რომ გათეთრებაზე, ფულის გათეთრებაზე არ არის მათი მხრიდან საუბარი და როცა იყო შეკითხვა რომ გავასაჯაროვოთ თუ არა ეს მოწერილი, იყო რომ არა ეს მხოლოდ პარტნიორებისთვის განკუთვნილი გზავნილია. ასევე პროკურორის საქმის ერთ-ერთ რეპორტაჟში ამ თემაზე მომზადებულში ამბობს რომ ახლა იკვლევენ იყო თუ არა საერთოდ იქ ფულის ხო წარმოგიდგენიათ ანუ ფაქტობრივად ეს არის მიზანმიმართული საბოტაჟის განცდა საჩენს რომ თეორია ვიღაცამ რო ააგოს რომ ეს საქმე მოგონილი იყო იმიტომ რომ ანაკლიის სპორტის ეს ჩაეშალათ და ეს თეორიები ააგეს კიდევაც ვიღაცებმა ხო მე კი არ ვიზიარებ ამ თეორიებს მაგრამ ლოგიკური ჯაჭვია ამერიკელებსაც ამიტომ გაუშვათ კითხვა თქვენ ადამიანებო 11 წლის წინანდელი რაღაცა ამოქეკეთ და 3-4 თვეა დარჩენილი ფინანსური პაკეტის წარდგენამდე და ეხლა იწყებთ ამ საქმეს და ტორპედირებას ახდენთ იმ პროექტის განხორციელების ესე იგი რა ხდება ყველას გაუჩნდება ესეთი განცდა აი წარმოიდგინეთ ხო ეხა ხაზარაძეს რა შეუძლია რისი გაკეთება ჯერ ესე გარდა ამისა მეორეა კიდე ხელისუფლების მიმართ რატომ არის უხარისხო ნამუშევარი
ეხა გუშინ და დღეს თუ ატყობთ გამოდიან და რას ამბობენ რომ აი იქ საინვესტიციო ვალდებულებებთან დაკავშირებით შესრულებასთან დაკავშირებით ხაზარაძეს პრობლემები აქვს გუშინაც თქვენს დღესაც აშენდა არა შენდა ვირაკი ღარიბაშვილის ფრაგმენტია აი ადამიანებო ამ სისხლის სამართლის საქმის წამოწყებით ხო საათს ფულის გათეთრება თუ არა არის თუ არა დღემდე ვერ გაგირკვევიათ თქვენ ფაქტობრივად შეუქმენით ალიბი საინვესტიციო ვალდებულების არ შესრულებასთან დაკავშირებით იმას ხაზარაძეს რატო იმიტომ რომ მას შეუძლია აი ეს გარემოება პროკურატურის გამოაცხადოს ეხა ფორს-მაჟორად და ნებისმიერი საერთაშორისო სასამართლო დაუდასტურებს ამას და უარი თქვა საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებაზე ეს ერთი და მეორე 600 მილიონიან პაკეტზე იყო ლაპარაკი ხვალ რო წავიდეს ხაზარაძე და აქ უკვე მორალურ ზიანზე აღარ არის ლაპარაკი ხო აქ უკვე ლაპარაკია პირდაპირ ზიანის მიყენებაზე ხო გაშვებული მოგების სახით და ეს შემდეგ და ერთი 100 მილიონი ჯარიმა რომ მოთხოვოს საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლებას კი არა აი რა სიტყვიან ერთი ძალიან მაინტერესებს ყველა საფუძველი შეუქმნეს ხაზარაძეს ამისთვის ყველა საფუძველი შეუქმნეს აი ეს არის ეხლა ხაზარაძე რას იზამს მე არ ვიცი მაგრამ ერთი რომ საინვესტიციო ვალდებულებებზე სრული უფლება აქვს რომ ფორს-მაჟორად გამოაცხადოს იმიტომ რომ გასაგებია ეხლა კაცზე გათეთრებაზე რომ ილაპარაკებ ეხლა და იმას რა ქვია ბუნებრივია ინვესტორი გაიქცევა ხო მით უმეტეს დაკონტრაქტებული არა გაქვს არაფერი რაზეა ლაპარაკი რა აი ესეთ ანტისახელმწიფოებრივ ესე რომ ვთქვათ სქემაში ჩასვეს ეს ყველაფერი ვიღაცის ხუშტურების გამო ან ვიღაცის პირადი ინტერესების გამო ხო ვიღაცას შეიძლება თავისი ბანკის გასაფართოებლად კონკურენტი ბანკის მოშორება უნდა და ვიღაცას ესე რომ ვთქვათ ფოთის სპორტის განვითარება უნდა და ეხლა შეიძლება გაფართოვდეს ვიღაცა კურიკაშულზე ბანკებზე ვისაუბრებთ ჩვენ აუცილებლად იმიტომ რომ გავიხსენებთ ზოგადად ბანკებთან ურთიერთობის სტილს ყველა ხელისუფლების დროს ეს წინა ხელისუფლების დროს იყო ორი кейსი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ეს იყო სტანდარტ ბანკის პატარკაცის შულთან დაკავშირებით და ქართულ ბანკის кейსი ეხლა იქმნება TBC-ის საქმე, TBC-ის кейსი. ამაზე ვისაუბრებთ, მანამდე ღარიბაშვილი ვახსენეთ რამდენჯერმე, მისი დაბრუნება პოლიტიკური წარსულიდან ამოყვანა. მე დიდად არ გამკვირვებია და რატომ? თუ კი ვინმეს ადგილია ეხლა ქართულ ოცნებაში ამ პარტიაში, ძალიან ორგანულია იქ ღარიბაშვილის ყოფნა. რატომაც არა, თუ მაგალითად დინარაძე, სოფოკილაძე, აი ახლებს ვიხსენებ, თუ ისინი არიან დღეს ამ პარტიას წარმოადგენენ, რატომაც არა ღარიბაშვილი. თან სხვათა შორის რომ უსმენდი გუშინ ინგა გრიგოლიასთან, ესე შთაბეჭდილება მრჩება, რომ როცა წავიდა, აი ზუსტად იმ წერტილიდან აგრძელებს საუბარს და ის თან ვიზუალურად საუბრის მანერით ასოცირდება ოცნების მოსვლასთან, ივანიშვილთან და იმ პერიოდთან, როცა ივანიშვილი მოვიდა სხვათა შორის და ჭარბინდობა დღეს როგორც არის მითოლოგია კი არა, რაღაც რეალობის ნაწილი იყო. აი, კარგ დროსთან ეს ერთი და მაგრამ ყველაზე მთავარი კითხვა რაც მიჩნდება, როგორც ამბობენ ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა, ძალა დაბრუნდა, ძლიერი კაცი პარტიაში, რომელიც დაალაგებს ყველაფერს და თუ ამ კაცს ასეთი რესურსი ჰქონდა, ეს ანტრაქტი, ეს პენსია რატომ გამოუწერეს, იმიტომ რომ მიუხედავად მისი მტკიცებისა, ეს ნამდვილად არადამაჯერებელი იყო გუშინდელ ინტერვიუში, ის გაშვებულ კაცს გავდა ნამდვილად, იმიტომ რომ თავად ივანიშვილმა თქვა, ხშირად მეკითხებოდა, როდის წავიდეო და აი ვუთხარი რომ ეხლა დრო დადგაო. ამიტომ ცოტა ეს იყო არადამაჯერებელი. ხო, ნუ ეხლა ყველაფერი თქვენი აზრია საინტერესო. ორი დღე ამაზე კომენტარი არ გამეკეთებია დიანა. ეხლა ყველა მირეკავს მეკითხება, ნუ არ ხო, იმიტომ რომ არ მიმაჩნია რომ ეს რაიმენაირად მნიშვნელოვანი მოვლენაა, ნუ თუმცა შეიძლება ორი სიტყვა ითქვას და ჩვენი შეხვედრისთვის ვინახავდეს სიმართლე გითხრა, ხო? მე ვფიქრობ, რომ ორ ნაწილად გავყოთ, აი რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ხო, ერთი არის ქვეცნობიერი, ანუ ემოციური ნაწილი. ყველა ადამიანი ესე იღებს გადაწყვეტილებას. არავინ არ თქვას, რომ ეხა აი წმინდა ცივი გონებით ვიღებ ყველა გადაწყვეტილებას. ეს რაღაცა ბუნებაში არ ხდება. არის ემოციური ნაწილი და არის პრაგმატული ნაწილი. მეტად პროცესები ისე ვითარდება, გაციება გონების არ ესწრება. ხო, ძალიან ძნელია, ხო, იმდენად არის გადახურებული ყველაფერი.
და აი ემოციურ ნაწილში მე ვფიქრობ აი შენ აბსოლუტურად სწორედ თქვი რომ აი თითქოს 2012 წლის ნარატივით გამოგვეცხადა გუშინ და ისევ სისხლიან 9 წელზე და ამ იმაზე და ვინ ჩვენთან არის ჩვენი მტერია და ჩვენ მტერი ვინ არის ნაციონალური მოძრაობა ანუ ვინ ჩემთან არის ყველა ნაციონალური მაინც ეს სტრატეგია აქვს ამ პარტიას დღემდე და ხო ნუ იმიტომ პილიკოგივით იმიტომ რომ სხვა არაფერი არ იციან ახლა ის ხერხემალიც რა იყოს პარტიაში ამ კუთხით რეალურად იმას ვერ ხვდება რომ თუ ამ ნათქვამით საზოგადოებას ორად ყოფდნენ ხო ეხლა თვითონ არიან 5%-ში და 95% აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობად ესე გამოდის იმიტომ რომ კრიტიკული მასა უკვე ნუ ბევრად უფრო სახიფათო ზღვარზე გადავიდა მათ მიმართ ხო ასე რომ ეს განაცხადები ეს ნარატივი ნუ ძალიან ტრაგიკომიკულად გამოიყურება ეხლა რაც შეეხება ემოციურ ნაწილს მე ვფიქრობ რომ ბიძინა ივანიშვილისთვის აი თინეიჯერული დეპრესია ხო ყველას გაგვივლია ალბათ როდესაც გონია რომ მშობლებს არ უყვარვართ რომ ყველაფერი ცუდად არის რომ რაღაც თავისუფლება არ აქვს უკმაყოფილოები ვარ ძალიან ხო რაღაც სიკვდილის შიში გვაწუხებს და რაღაცეები გვინდა ღრმა ბავშვობაში დაბრუნება როდესაც აი ყველაფერი დასაყვალები ვიყავით და ყველას უყვარდით მშობლებს პირველ რიგში ყველა გვეფერებოდა არც ცუდ რაღაცებზე ვფიქრობდი და პრობლემა არ ქონდა ხო და ოცნების ბავშვობას რომ მიდიხარ და სკივს რო გახსნი და ძველ სათამაშოს რო ამოიღებ. ემოციურად მე ვფიქრობ, რომ ღარიბაშვილი ესე რომ ვთქვათ, აი ამ ნოსტალგიას, ბიძინა ივანიშვილის აი იმ ნოსტალგიას უკავშირდება, როდესაც ანუ 2012 წელს უკავშირდება, როდესაც ის იყო პოლიტიკური ბავშვი, როდესაც ყველას უყვარდა და ყველა ეფერებოდა. და აი ამ ნოსტალგიამ ამოვაგებინებთან ერთად შემოვიდა მართვაში, იმიტომ რომ მის გვერდით იყო მთელი კოალიცია და სხვა ნოსტალგია და რა თქმა უნდა არ გაუმთხუნა იმან იმედი. ზუსტად 2012 წელში დააბრუნა ბიძინა, ანუ 2012 წლის ტექსტები ილაპარაკა. ანუ მარტო კი არ ამოიღო იმან შეუსრულა 2012 წელი, ანუ რეალობა თუ ქცია, აი სათამაშოს რო ამოიღებს კივრიდან, რომელიც ისა და რო დაქოქავ და აღმოჩნდება რომ ისე მუშაობს. აი ეს მოხდა რა. აი როგორც გააჩერე რაღაც დროს და შეინახე იქედან ამოიღე და უცბად ამუშავე. სხვათა შორის მე დავაკვირდი, არ ვიცი თქვენ უფრო კარგად იცნობთ, მე მხოლოდ რამდენიმე ბრიფინგზე შევხვედრი ვარ, ძირითადად აი ვაკვირდები მოქალაქე როგორც ჟურნალისტი, მას აქვს სტილი ასეთი ადამიანებისთვის მეორე შანსის მიცემის ან დაბრუნების, უშვებს თითქოს აგდებს და შემდეგ უბრუნდება იმ ადამიანებს. აი ამ გადაგდების ან გაშვების პროცესში, ღარიბაშვილს არის ზოგადად ვსაუბრობ მის სტილზე, პროცესში როგორ იქცევიან ეს ადამიანები, ეს ქმნის დაბრუნების. აბარა, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ეხა იმ პერიოდში თქვენც გაიყარეთ, თქვენი გზებიც გაიყო, მაგრამ თქვენ ძალიან კრიტიკული ხართ მის მიმართ დაბრუნების შანსებს ამცირებს ეს პროცესი. ჩვენი გაყრა ეს იყო გაყრა, ეს არ იყო გაგდება, ხო? გაგდებულის დაბრუნება ადვილია. თან ის უფრო მორჩილია ალბათ როგორც წესი, მეორე შანსი. გაგდებულია იმას გინდა გაწევ და გინდა შემოწევ და ეხა გაყრილი ხო ეხა თქვენ რამდენი გინახავთ ცოლქმარი გაყრილი იყვნენ და მე ისევ შერიგებული იყვნენ ხო ნუ ძალიან ერთეული შემთხვევებია. ნუ ჩვენი შემთხვევა არ არის. ნუ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ცხოვრება გზელია. ხო და ხო მაგას ხუმრობით ვამბობ, იმიტომ რომ მე ვერ წარმომიდგენია ეს როგორ შეიძლება მოხდეს. თქვენ ბევრჯერ აკრიტიკებთ რეალობიდან გამომდინარე თქვენს ანალიზს აკეთებთ და მან ერთხელ გაგაკრიტიკათ. თუმცა პირადად მე ვესწრებოდი იმ პრესკონფერენციას. მე მასული უფლება გაქვს აქ რო ხშირად მაკრიტიკოს. მე უბრალოდ იმას ვამბობ რომ მე ზღვარს მასთან მაინც არ გადავდივარ. იმიტომ რომ მე ადამიანური სენტიმენტები მის მიმართ დღესაც მაქვს. არ მეჯავრება, მაგრამ როდესაც სასწორზე იდება სახელმწიფო ინტერესი და პირადი სენტიმენტები, ხო, ჩვენ ყველას გვიწევს ამ ნაბიჯის გადადგმა და მე ხო დღეს არ შემოსულა რა ბიძინა ივანიშვილი შეიძლება პოლიტიკური თინეიჯერია, მაგრამ მე 90-იანების, უпросто 90-იანების დასაწყისიდან ამაში ვიხარშები და მე ვისწავლე პირადი ურთიერთობებისთვის გადაბიჯება სახელმწიფოს სახელით. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი კაპიტალი, ძალიან მტკივნეული, ძალიან მძიმე ჯვარი, მაგრამ მე ამას ვატარებ, ხო?
მაგრამ ჩემ თავზე ლაპარაკს თავი გავანოთ პრაგმატულ მიზანზე გეტყვი. პრაგმატულად ღარიბაშვილის შემოყვანას რა აზრი ქონდა, ხო? ეხლა ამაზე ბევრი საუბარი იყო. შიდა კონკურენცია გააჩინა. ხო, რომ იქ ბალანსი, იმიტომ რომ ძველების წასვლით განსაკუთრებით სახიფათოები გახდნენ ეს ახალგაზრდების ჯგუფი, იმიტომ რომ ველი მოსუფთავდა და ამათ ისეაც სერიოზული ამბიციები აქვს და შესაბამისად მათი დაბალანსება პარტიაში საჭირო იყო და ღარიბაშვილის გარდა სათუო იყო რომ ვინმეს ეს გაეკეთებინა, მაგრამ ჩემის აზრით უფრო მნიშვნელოვანია გახარიასთან დაკავშირებული პერიპეტიები, იმიტომ რომ დღეს ბიძინა ივანიშვილი ღარიბაშვილი ასევე პრემიერობასთან ერთად ასოცირდება და პარტიის ლიდერობასთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრობასთან. ძალოვანი სექტორის კურირებაზე, ხო? ანუ იმისათვის რომ როგორ განვითარდება მოვლენები მოუხდეს ან მოინდომოს ბიძინა ივანიშვილმა გახარიას ესე რომ ვთქვათ გაწევა, ხო? რისი პერსპექტივაც თუნდაც ამ სკანდალიდან გამომდინარე არსებობს თეორიული, ხო? მის ჩასანაცვლებლად ღარიბაშვილის გარდა მას არავინ არ ყავს, ვინც იგივე ამოცანა შეასრულებს. ასე რომ მე ვფიქრობ, მის შემოყვანას ჰქონდა ეს ორი მთავარი პრაქტიკული მიზეზი, რაშიც არის ლოგიკა, ეხა პირდაპირ გეტყვით, ეს არ არის ივანიშვილი საერთოდ არის ძალიან კარგი პოლიტიკური ტაქტიკოსი. მე ვფიქრობ, ის არის საკმაოდ სუსტი სტრატეგი, მაგრამ კარგი ტაქტიკოსი და ესეთი ტაქტიკური გადაადგილებები მას ეხერხება. კარგი. რეკლამა გვაქვს ეთერში, რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ბანკების საქმეზე. ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, თქვენ უყურებთ ღამის ამბებს. ჩვენ ვეცადეთ გაგვეხსენებინა ორი кейსი, რომელიც ასევე ბანკს უკავშირდება. ეს არის 2007 წლის ნოემბერში დაწყებული ოპერაცია სტანდარტ ბანკთან დაკავშირებით. ეს ბადრი პატარკაციშვილის ბანკი იყო, რომელიც მისი გაკოტრებით დასრულდა. იქ შევიდა დროებითი მმართველი და ძალიან მძიმე პროცესები განვითარდა და ეს იყო ქართულ ბანკის საქმე, რომელიც საქმეც დაიწყო სხვათა შორის 10 დღეში ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ. ერთი საკითხი, შეიძლება თუ არა TBC შემდეგ რაღაც დროის შემდეგ ამ ბანკების რიგში, ასეთი кейსების რიგში ჩადგეს ეს ერთი და მეორე გიას აქვს ამ თემაზე მოსაზრება, არის თუ არა ეს ერთი და იგივე ხელწერა, ერთი და იგივე ადამიანების მიერ, რომლებიც აი ამ სტრუქტურებში აგრძელებენ მუშაობას. თავდაპირველად ნახოთ იმდროინდელი საინფორმაციოების კოლაჟი, ეს ეხება ქართულ საქმეს, მაყურებელს ძალიან მოკლედ ვეტყვი, რომ 2011 წლის 19 ოქტომბერს ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი კვირის თავზე ეროვნული ბანკი ქართულ შემოწმებას იწყებს, მიზეზი ბანკის ხელმძღვანელობის შეცვლა და ფულის გათეთრების ბრალდება. სწორედ ფულის გათეთრების ბრალდებით დაიწყო ქართულ ბანკის საქმე, რომელიც მისი გაკოტრებით დასრულდა. მოვისმინოთ არქივიდან კოლაჟი კომენტარების და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ფულის გათეთრება თუ ბრძოლა პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ ადვოკატმა ეკაბესელიამ და პრეს-მდივანმა ირაკლი ტრიპოლსკიმ ცოტა ხნის წინ საგანგებო განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ღია აგრესიული და კრიმინალური შეტევა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და დღეს განხორციელდა პირდაპირი თავდასხმა ბანკ ქართულზე, რომელიც ივანიშვილის საკუთრება. ჯარიმის გადახდის ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე საახსრულებლო ბიურომ ქართულ ჯგუფის აქციების 100%, ქართულ ბანკის 100% და პროგრეს ბანკის 21% დააყადაღა. მას შემდეგ რაც მან გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა, მან გამიჯნა პოლიტიკა და ბიზნესი და აღნიშნული წილები გადასცა უტა ივანიშვილს, თავის ვაჟს. ანუ გაასხვისა იმ კომპანიის წილები, რომლებიც ირიბად ქართულ ბანკის დამფუძნებელები არიან. ირიბად და არა პირდაპირ. ბიძინა ივანიშვილი არც ქართულ გრუპში, არც ქართულ ბანკში და არც იმ კომპანიებში, რომლებიც ირიბად არის დამფუძნებელი ქართულ ჯგუფის და ქართულ ბანკის, წილი არ გააჩნია. მიუხედავად ამ ინფორმაციის ფლობისა, აბსოლუტურად კანონდარღვევით საახსრულებო ბიურო მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიურო შუამდროვლობის საფუძველზე ქართულ ჯგუფისა და პროგრეს ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ იდივერ-კახა უგულავა დანიშნა. 26 საათი აუქციონის დაწყებიდან და არც ერთი მყიდველი. მეორე დღეა, რაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ქართულ ჯგუფის აქციების 100% საჯარო აუქციონზე გაიტანა. გასაყიდო ობიექტთა ნუსხაში ტელეკომპანია მეცხრე არხის შენობაც მოხდა. ქართულ ჯგუფში კი ორკვირიანი იძულებითი მმართველობა დასრულდა. საქალაქო სასამართლომ დღეს ვლადიმერ უგულავას დროებითი მმართველის უფლება ჩამოართვა. დროებითი მმართველობა მას შემდეგ შეწყდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა მასზე დაკისრებული ჯარიმა
სრულად დაფარა. კონტროლის პალატის მორიგის სასჯელი მოგელაძის უწყებამ ამჯერად ქართულ ბანკის ხელმძღვანელები და თანამშრომლები დააჯარიმა. ქართულზე დაწესებული ახალი შეზღუდვა კლიენტებს ბანკომატებიდან პლასტიკური ბარათებით თანხა ვეღარ გამოაქვთ. ბანკში ამბობენ, რომ მიზეზი ეროვნული ბანკის ინსტრუქცია. დამოკიდებულება არის მათი ესეთი, მათ შეუძლიათ მხოლოდ ძალით მუშაობა. გუნდურად ძალით და მთელი სახელმწიფო ორგანოები უნდა მიმართონ იმ იდეოლოგიაზე, რაზეც ერთი კაცი აგებს თავის მმართველობას და ეს მოხდა ბანკზეც. თუ გაიხსენებთ, მარტივი პასუხია ძალიან. ერთი კვირის შემდგომ პოლიტიკური განცხადების საინკასაციო მანქანას ააპატიმრებენ, იქ რაღაც ფულის გათეთრებაზე საუბრობენ კვირაობის განმავლობაში. რა თქმა უნდა, არაფერი არ ნახეს და ვერაფერს ვერ ნახავდნენ. გამოძიება დღემდე დაუხურავია მაშინდელი გახსნილი. ქართულ ბანკი მომავალ კვირას სასამართლოს მიმართავს. ნოდარ ჯავახიშვილის სისხლის სამართლის საქმის აღძვრასა და იმ ხელშეკრულების გაუქმებას მოითხოვს, რომლითაც დროებითმა მმართველმა ვლადიმერ უგულავამ 4 ბიზნეს ჯგუფზე 50 მილიონი დოლარის სესხის გაცემის ვალდებულება აიღო. მოსვლისთვის მათ ესეთი სტრატეგია ჰქონდათ. უნდა შეექმნათ ამ დანაშაულებრივი გადაწყვეტილებისთვის რესურსები, შესაბამისი ამისთვის უნდა კიდე ერთი დანაშაული ჩაედინათ, ანუ უნდა გაეყიდათ ჯერ ბანკის მომგებიანი აქტივები, სხვა ბანკებისთვის გადაეყიდათ, რასაკვირველია დისკონტით და სერიოზული ზარალით ბანკისთვის, შექმნიდნენ რესურსს და ამ რესურსით დააფინანსებდნენ აი ამ 50 მილიარდს და ბანკს გახდიდნენ არალიკვიდურს. დაარღვევინებდნენ ყველა ნორმატივს. მაგრამ ეს ორივე ვერ მოასწრეს. ჩვენ შევეცდებით აღზრდათ სისხლის სამართლის საქმეებიც, თუ კი ამას რამე შედეგი შეიძლება დღევანდელ საქართველოში მოყვეს. ძალიან მძიმე საქმე იყო სხვათა შორის, ეხლა კიდევ ერთხელ რომ გადავხედე, აქ არქივი არ არის ფლად გამართული ამ ხრივ და შევეცადეთ საინფორმაციოების, ასე ვთქვათ, წამყვანის ტექსტებით რაღაც ტიპის შთაბეჭდილება შეგვექმნა ამ საქმეზე, თუმცა მართლა ყველა დეტალი შევისწავლე და ეს ფულის გათეთრების ანალოგია ნამდვილად იქაც სხვათა შორის ვერაფერს შორს ვერ წავიდნენ. მარტო ეს ანალოგია არ არის, ფულის გათეთრება, ეხლა ის რაც ხდებოდა დაუშვათ 2011-ში საინკასაციო მანქანასთან დაკავშირებით, ეს იყო გაფრთხილება. ეს იყო გაფრთხილება, კიდე იმედი ჰქონდათ რომ რაღაცა და სისტემური შეტევა, აი რასაც ეხა ჩვენ ეჭვი გვაქვს რომ TBC ბანკთან დაკავშირებით ხორციელდებოდა, ხო, სტრუქტურის შესვლით და ასე შემდეგ. ხო, სისტემური შეტევა დაიწყო ივლის-აგვისტოში. დაიწყო გახურება ჯერ მოგელაძის ჯარიმებით და ივლისში უკვე ფულის გათეთრება ფიგურირებს ყველგან. რატო? იმიტომ ფულის გათეთრება არის მძიმე დანაშაული და ამაზე შევიდნენ სასამართლოში და სასამართლოს წესით შეიყვანეს დროებითი მმართველი. რას აკეთებს დროებითი მმართველი? სხვათა შორის კანონით შეცვალეს და ამ კანონის საშუალებით უყიდდნენ ქართულში, ეს ვთქვათ, იპოთეკაში ჩადებულ ქონებას. სანამ ეს მივიდოდა, ხო, სწორია. ანუ დროებითი მმართველი რას აკეთებს? იბარებს დეპოზიტარებს და ეუბნება ფული გაიტანეთ ბანკიდან. ამის პარალელურად იბარებს ვიღაცებს და ეუბნება არაუზრუნველყოფილი კრედიტების გაცემა დაიწყო. ანუ წმინდა აი კრიმინალური დაჯგუფება ეროვნული ბანკის, აი პირდაპირ გეტყვით, ეროვნული ბანკის კრიმინალური დაჯგუფება მოქმედებდა ბიზნესის გაკოტრებაზე, დანგრევაზე და შემდგომ რეალიზაციაზე. აი ეს იყო ჩანაფიქრი, ხო? ეს იყო წმინდა კრიმინალური ქმედება. იყო ეს საქმე შორის სასამართლოში, იქ ზურა ადეიშვილს აქვს ამაზე ბრალი ჯაბაებანოიძეს და სხვა პირებს. აი რა უნდა ვიფიქროთ დიანა ჩვენ, როდესაც ეხაც ფულის გათეთრებაზე გველაპარაკებია. ბანკის სისხლის გათეთრება ეს. ბანკისთვის სისხლის გათეთრება, ხო, ანუ ჯერ ესეთი მე მინდა პირდაპირ თქვა, ეხლა კითხვა დასვი და ვინმე რამე რო არ იფიქროს TBC ბანკს არაფერი არ ემუქრება, აი გაკოტრების და ესე ცუდი პროცესების გამო, რატო? იმიტომ რომ იქ ისეთი აქციონერები არიან. იქ ეხა ესე შორს ვერ წავა ვერავინ, ამას ვერ გაბედავენ, იმიტომ რომ იქ საერთაშორისო აქციონერები არიან. ფულის გათეთრების ბრალდების ეს თქვენ ეს პარალელი ნამდვილად არსებობს ამ საქმეში. ბანკს ვერ შეეხებიან რა. რაც შეეხება ფულის გათეთრება, არა. ეს არის მთავარი, ნახეთ როგორ დაიწყეს გაჟონვით. პროკურატურა რას გვეუბნება დღეს? მეო განცხადების გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ იმიტომ გავაკეთეო, რომ გაჟონვა მოხდაო. და გაჟონვა იცით რისი მოხდა დიანა? ზუსტად იმის რაც თქვა მე ვთქვი, დეტალური სამართლის საქმე, მე მაინტერესებს მაშინ გაჟონვა არის ინფორმაცია, რომ აი ხაზარაძეს მე მგონი რაღაც ხდება. მე მაქვს პროკურატურასთან კითხვა. აი სისხლის სამართლის საქმე ვიღაცამ რო აიღო პროკურატურიდან და წაუღო და ჟურნალისტს რომ მისცა, ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა?
როგორ მოხდა სისხლის სამართლის საქმის გატანა პროკურატურიდან იქნებოდა ეს თუ მონიტორინგის სამსახურიდან? სხვათაშორის. ამაზე საქმე აღძრულია, იმიტომ რომ ეს შეიძლება იმდენ ძიმე არა, ძიმე დანაშაულია, ხო? სისხლის სამართლის საქმე იკარგება, რამდენიც ვიცი, ხაზარაძის ადვოკატებსაც არა აქვს საქმე ხელზე და ვიღაცას გამოაქვს იქიდან ჟურნალისტად ძლევს კაცო. ეს რანაირად ხდება ერთ სხვათაშორის ეს გაჟონვა იყო იმისთვის რომ შემდეგ აეწიათ თემა ბრიფინგი გამართულიყო ამ თემაზე. რეპუტაციული დარტყმა მე ეხლა ეს ვარაუდებია ხო ჩვენ ხო არაფერს არ ვამტკიცებთ. ესეთი ლოგიკა შეიძლება იმისთვის მოხდა რომ რეპუტაციული დარტყმა მიეყენებინათ ხაზარაძისთვის რაც მოხდა და მე დაიწყო ის პროცესი რაც დაიწყო ხო? აი ეხა მე რა კითხვა გამიშთა, ნოდარი იყო, ხო? ძალიან საინტერესო იქნება ნოდარი. სხვათაშორის შალვა თადუმაძის კომენტარიც იყო, შეიძლება ვინმე ვერ იცნობს, ახალგაზრდა იყო, ადვოკატი იყო მაშინ. შალვას ეხა არ ვთხოვ გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ აი ნოდარი ეხა ძალიან პირდაპირი კახელი, აი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი კაცია. მოვიდეს და მოყვეს რა. აი თქვას თავის შეხედულებები. გვესტუმროს აი ნოდარს ვთხოვ, მოვიდეს და მოყვეს, რა ხდებოდა მაშინ? და არსებობს თუ არა რამე ანალოგიები. აი თავისი აზრი გვითხრას რა. ეს ერთი, მაგრამ აი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე გამახსენდა, იმიტომ რომ მე იმ პროცესში ეხა იქ ვიყავი, ხო, ახლოს ვიყავი და უყურებდი და მე დავინტერესდი, იცი რით დიანა, რომ რეალურად ახო კრიმინალური ჯგუფი იყო. სად არის ეხა ეს ხალხი? აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, ეს ხალხი დააპატიმრეს თუ არა ამ კრიმინალური ქმედებებისთვის, რომ ხელოვნურად ესე ბანკს აკოტრებდნენ თუ არა? და მეცაც გეტყვით, ზოგი მათი უმრავლესობა, მათი დიდი ნაწილი, ვინც ამას გეგმავდა და ახორციელებდა, იცით სად მუშაობს, ისევ იქ მუშაობენ. აი მაგალითისთვის მოგიყვანთ, ხო? არის ესეთი ნათია გვაზავა. ნათია გვაზავა, რომელიც არის ეროვნული ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსი. ჩემი ინფორმაციით ეს არის ადამიანი, რომელიც მაშინაც ბანკს, მაშინაც წარმოადგენდა ფულის გათეთრების საქმეზე, ანუ საქმის სათავეებთან, აი ამ ორგანიზებული დანაშაულის სათავეებთან მაშინაც ის იდგა და ეხლაც ის ფუთავს ამ თემას, ხო? და კომენტარებიც გააკეთა, სხვა შორის განმარტებებს აკეთებს ეროვნული ბანკის აი ამ ქმედებებზე, ხო? მაგრამ მე როგორც ვიცი, ეხლაც ესე რომ ვთქვათ, წარმდგენი აი ამ ხაზარაძის და იმის, რა ქვია, ჯაფარიძის გაყვანასთან დაკავშირებით სამეთვალყურე საბჭოდან. ეხაც ის არის. მე მიჩნდება კითხვა, კაცო. ნოდარ ჯავახიშვილი რო გამოდის და მთლად ბიძინა ივანიშვილის ბანკს რო ანადგურებდნენ და აკოტრებდნენ ორგანიზებული ჯგუფი, ხო? ისევ იმ თანამდებობებზე იყო მაშინ სხვათაშორის ეროვნულ ბანკში სტანდარტ ბანკის დროსაც გადაგიძე იყო. ისევ იმ თანამდებობებზე არიან, სადაც მაშინ მუშაობდნენ. რა დამსახურებისთვის და რატომ არ უნდა მიჩნდებოდეს მე საფუძვლიანი ეჭვი, რომ თუ იმ ხელისუფლების დავალებით მაშინ იმას აკოტრებდნენ, ეხა იგივეს არ აკეთებენ ამ ხელისუფლების დავალებით. ანუ მე გეტყვით, რომ მე ვიპოვე, სავარაუდოდ ვიპოვე კოლექტიური მურუსიძე უკვე ეროვნულ ბანკში. მე მგონია რომ ანუ ეს სისტემა გადაბარებულ სისტემაზე როცა თქვენი ტერმინია სისტემა გადაიბარეს ხშირად იმეორებთ ხოლმე აი გადაბარებული სისტემის ნაწილია დღეს ეროვნული ბანკის წვრილფეხობა ანუ ადამიანები რომ რეალურ საქმეს აკეთებენ ასეთ დროს წვრილფეხობა არ არის იურიდიული სამსახურის ის გამოდი უფროსი ხო მე მინდა აი რაღაცა ისე რო არ გამომივიდეს და დაჩაგრულად რო არ იგზნოს ამ ნათია გვაზავამ თავი ხო? ხო, არ ვიცი მისი როლის შესახებ. თუ მას რამე აქვს სათქმელი, აი შემდეგ ოთხშაბათს დიდი სიამოვნებით მოვიდეს, დავჯდეთ და გააკეთოს განმარტებები. რა საქმიანობდა ქართულს ესე რო ვთქვათ დანგრევის კრიმინალური ოპერაციის დროს და რა იყო მისი როლი და რა არის დღეს მისი როლი რა. აი მოვიდეთ ვილაპარაკოთ და გამოჩნდება ანალოგიები, გამოჩნდება არა, კი ბატონო. კარგი, რა გაგრძელებას ელოდებით სხვათაშორის არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ეთერში, ეკა გიგაურმა მითხრა ეთერში, რომ დღეს როცა აი მეორე ბრიფინგი როცა იყო პროკურატურის, სხვათაშორის წინ უძღოდა წინა დღეს რეპორტაჟებს, სადაც დეპუტატები ქართული ოცნებიდან აკეთებდნენ განმარტებებს, რომ კარგი იქნება თუ პროკურატურა უფრო მეც გვეტყვისო, ესეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ პროკურატურა ვიღაცის შეხმიანებას ელოდება. შინაურის ხოლმე რომ რაღაც ბრიფინგი გამართოს ამის შემდეგ გაიმართა მეორე ბრიფინგი აი რა გაგრძელდა გამეორების ბრიფინგის გამეორება
გამეორება ცოდნის დედა ხომ იცით? აი რა გაგრძელება შეიძლება ჩვენ ამ საქმის ველოდოთ? აი ეკა გიგაურს ვახსენებდი, ის ამბობდა რომ აი ამ ბრიფინგზე ველოდებოდი რომ იტყოდნენ რომ საქმე დაიხურა იმ ნიშნების არარსებობის გამო, რაზეც ის იქნა აღწეული. აი რა შეიძლება ჩვენ რა სიურპრიზები გველოდება წინ ლონდონიდან ექსპერტიზის დასკვნა. საბოლოო ჯამში მე ვფიქრობ ესე უნდა დამთავრდეს, მაგრამ ეს შეიძლება ხელისუფლება რომ დაკიდოს ეს საქმე, რაც შეიძლება დიდხანს რომ ყველა თავისი ამოცანა გადაწყვიტოს და ეს თემა დამოკლეს מחვილივით ეკიდოს. ეხლა თვითონ პროკურორი როცა ამბობს რომ ეხლა დავადგენთო ფულის გათეთრება არის თუ არ არისო და დაზარალებულს მეორე ეტაპზე გავარკვევთ საერთოდ დაზარალებული იყო თუ ანუ სრული აბსურდია იცით იმიტომ რომ ფულის გათეთრება რა ფულზე უნდა იყოს ან უნდა იყოს კრიმინალურად მოპოვებული ფული უნდა გათეთრდეს ანუ ნარკოტიკები იარაღი და 1000 უბედურება ხო იქიდან მოპოვებული ან არა და უნდა არსებობდეს დაზარალებული ხო ვისი ფულიც აიღეს და უკანონო შემოსავალი მიიღეს ესეთი არ არსებობს ბუნებაში ხო ეხლა მე არ გამოურიცხავ რომ ვიღაცები არ ვიცი რომელ სარდაფში ყავთ და ცდილობენ რომ მოწმე გაიჩინონ და ქართულ საქმეზე სხვა შორის ესეთი მოწმე ყავდათ ეხლა თქვენ სიხრონში არ მოხდა მაგრამ ერთ-ერთი საბჭოს წევრი გვარი არ მახსოვს ქართულში გამოიყვანეს და ალაპარაკეს ბიძინაო აქ რეცხავდაო ფულსო ტონობით ორი თანამშრომელი იყო ქართულის თანამშრომლები რომელსაც თავად დატოვეს თანამდებობები იმიტომ რომ ბევრი პრემია ეს თქო დიდი პრემია ჩაგვერიცხაო შემდეგ მედიამ გაარკვია რომ ამ თანამშრომლები ოჯახის წევრებით იყვნენ ზოგი პროკურატურასთან ზოგი სასამართლოსთან დაკავშირებული და სასამართლოს სკანდალური გადაწყვეტილებებია მართლა ამ საქმეში მივაგენი, როცა აჯარიმებდნენ, აი ვერც ერთ ინსტანციაში, ვერც ერთ ეტაპზე ვერანაირი ტიპის ეს გარღვევა ამ საქმეს ვერ იპოვა მაშინ ივანიშვილმა. შესაბამისად, ეხაც მე ვერ გამოურიცხავ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სისხლის ამ მასალები არა აქვს, თუ ვიღაცა ეხაც ცდილობს, რომ არარსებული მოწმე გააჩინონ ვიღაცა, რომელსაც რაღაცაზე ალაპარაკებენ როგორ თხრიდა მამუკა ხაზარაძე ლონდონიდან ბომბეიმდე რაღაცას, ხო? როგორ ათეთრებდა, როგორ ეცხავდა, არ ვიცი, რომელი სარეცხის საშუალებით, მე თოკებზე როგორ კიდევდა ამ ფულს და ალაპარაკონ რაღაცა რა. ამას ეძებენ ახლა. რაც აბსოლუტური სიბრიყვეა და რატო? იმიტომ რომ ამ მატარებელმა ჩაიარა უკვე. ეს მათ შეეძლოთ გაეკეთებინათ და ამით კიდევ ვიღაცა ერთი ჭკუათხელი მაინც დაერწმუნებინათ მანამდე სანამ ესე რომ ვთქვათ მამუკა ხაზარაძე გამოვიდოდა პარლამენტში. მისი პარლამენტში გამოსვლის შემდეგ ეს ყველაფერი არის ეხა ილუზია რა. ილუზია რომ ვიღაც ეხა გამოჩდება მოწმე რომელიც აიტყვის რომ დაზარალება რაღაცა სიტყვის რა მნიშვნელობა აქვს რა. ეხლა დაიბარეს ისა ქადაგიძე იქნებ იმას რამე ათქმევინო იმას რა უნდა ქადაგიძე არის დაბარებული და ადვოკატების გარშემო მიიღო სასამართლო წესით აქვს რა ისა და უბრალოდ ხო კაი ბოდიში ხო არაფერი თქმა არ მინდოდა დამშვიდობებისკენ მიმყავდა მოკეთ ფიქრობთ რომ ძიმე საქმეა და ტოვებს ეჭვს ასე ვთქვათ ხელოვნური ზემოქმედების ეჭვები ბევრია და ხელისუფლებას ვეტყვი მარტივ ჭეშმარიტებას თუ ისინი ამბობენ რომ ეს არის დემოკრატიული სახელმწიფო ხო ხელისუფლება არ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმპციით. ხელისუფლება ვალდებულია დაარწმუნოს თავის საზოგადოება თავის უდანაშაულობაში. თუ ის ამაზე უარს ამბობს და იყენებს უდანაშაულობის პრეზუმპციას, მაშინ ის არ არის ხელისუფლება, ის არის ერთი ჩვეულებრივი ვიღაცა და ნუ აქვს პრეტენზია ქვეყნის მართვაზე მაშინ. გაანებოს ამ ქვეყანას თავი. მე ჩვენება რომ ბევრი ასეთ საქმე ყოფილა ჰაერში გაჩერებული, გამოკიდებული და ისევ იმას უბრუნდები რითაც დავიწყე და რაღაც რწმენის და პირადი შეხედულების და პოლიტიკური გემოვნების მიხედვით ვიყოფით ხოლმე ვის რისი გვჯერა და ვის არ გვჯერა. აი გადაცემა იყო სხვათა შორის ედუარდ ჩევარდნაძის ეპოქაში ჯერა ერქვა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადიოდა მაშინ პირველ არხზე. დიდი მადლობა გია ხუხაშვილს, მადლობა მაყურებელს რომელიც გვიყურებდა. ჩვენი წვილი მომდევნო 4 შაბათამდე დაგემშვიდობებათ ღამის ამბებში. ხვალ კი თქვენთვის დღის ამბებში აქვე ვიტყვი თამარ ჩიხლაძე TV პირველის ახალი წამყვანი გამოჩნდება. საინტერესო ეთერს უსურვებ მას და მაყურებელს ვთქვი რომ შემოუერთდეს ხვალ თამარს თავის დღის ამბებში. ნახვამდის.